სამწუხაროდ მოხდა ის, ეპოქის ძალიან სწრაფი ცვლა. ეს 3 წელიწადში ორი ეპოქა შეიცვალა ჩვენთან, ისე ძლავრად და ისე და დამყარდა ის 70 წლიანი დიდი ექსპერიმენტი, რომელსაც სწავლობს მთელი მეცნიერება ევროპაში. სოვიეტიზმი რა არის, საბჭოთა კავშირი რა არის, ჰომო სოვიეტიკუსი, რომელიც პროდუქტი არის. ეს არის დიდი ექსპერიმენტი კაცობრიობის თავზე ჩატარებული სოციალური თანასწორობის დაცვის ეგიდით. ოღონდ სოციალური თანასწორობის დაცვის ეგიდით მომხდარი სრულიად უსამართლო სისტემის ჩამოყალიბება. აი ეს იყო მან ყველაზე დიდი დარტყმა, რაც ჩვენ მივიღეთ. ანუ ეს ჩვენი ჩანასახში მყოფი ცოტა ასე ვთქვათ, უკვე ამოქმედებული სამოქალაქო საზოგადოება ჩაგვიკლა ამ ახალმა რეჟიმმა პრაქტიკულად. ახალ ხრამში ჩაგვაგდო. აი საიდანაც ძლივს ამოვდიოდით და ნამდვილად ამოვიდოდით კიდევ მეორე. დარწმუნებული ვარ ამაში, რომ ნორმალური განვითარებით და მოვიდა ეს არის ეს ჩატარდა რაღაცა საოცარი ექსპერიმენტი სოციუმზეც, ადამიანებზეც, როდესაც ერთბაშად მოსპეს, კი ბატონო, ბატონყმობა ოფიციალურად ისედაც აღარ იყო და თითქოს ეს გააუქმეს. კაპიტალიზმიც თითქოს მოსპეს კანონგარეშე გამოდგა, ყველაფერი გადავიდა, მოხდა ნაციონალიზაცია ყველაფერის, თანდათანობით განსაკუთრებით სტალინის ეპოქაში და იქცა სოციალურად თანასწორ სახელმწიფოდ, მაგრამ ეს ქაღალდზე. ეტაპებად, მაგრამ რეალურად ხო ეს არ მომხდარა. ერთი რაღაც საინტერესოა არ უნდა გამოგრჩეს, როცა საბჭოთა წყობილების წარმატებაზე, რა თქმა უნდა, ჩვენ საწინააღმდეგოდ ვისაუბრებთ, რას დაეფუძნა ეს წარმატება. დასწყისში, როცა ლენინის იდეებმა გაიმარჯვა, ლენინს ყავდა თავისი, რა თქმა უნდა, თანამოაზრების მარტო არ მოქმედებდა, მის გარშემო იყვნენ გაერთიანებული გონიერი თავები, არანაკლები მასზე. თუმცა, აი მაგალითად ბაუმანი იგივე, რომელიც ძალიან დიდ ავტორიტეტს სარგებლობდა, ლენინს აფასებდა როგორც სასტიკს. მისი მათი სხვადასხვაობა და ბოლოს გაურკვეველ თარებაში დაიღუპა ეს ადამიანი. თუ რამდენად მიუღებელია ამ დიდებული იდეებისკენ სვლა სისხლის გზით. მაგრამ გაიმარჯვა ზუსტად სისხლის გზა. და სისხლის გზა ერთხელ არჩეული არ მთავრდება. ერთი ჯინი თუ ამოუშვი ბოთლიდან, ის აღარ ჩერდება მერე. ეს მივიღეთ. ჩვენ არ ვიცით რა იქნებოდა იმ შემთხვევაში თუ თქვა ჰუმანისტური იდეებით განვითარდებოდა სავარაუდო ძალიან გაუჭირდება. მოდი თქვათ ახლა ის მონღოლოიდური გავლენა რუსეთზე იმ თავითვე ლენინს აღნიშნა კიდეც თავის ნაშრომებში საჭიროებს ძალიან ძლიერ მკაცრ ხელს, წინადე შემთხვევაში წარმატება არ მოვა. და ამიტომაც გამართლებას ეძებდა ამ სისასტიკისას. და ახლა რაზეა საუბარი, ჩვენ რას ვისურვებდით, რა თქმა უნდა, ჩვენ სასურველი იქნებოდა ჰუმანისტური მიდგომა, სადაც შედარებით თავისუფლება გვექნებოდა და არ ჩამოყალიბდებოდით ჰომო სოვიეტიკუსებად, რაც ესე გვტკივა და გვირტყამს ახლა დღეს თუნდაც ჩვენ. მაგრამ ეს სისხლიანი გზა არ დამთავრებულა. მოდი, აი ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. 70 წელს როცა ვსაუბრობთ, ეს არის ერთი პატარა რაღაც ზღვარი, კარგი ჩახურვა ეპოქისა, რომელიც შემდეგ გარდაისახა ფარულ სოვიეტიზმში, რომელიც დღემდე მოდის და რუსეთში, არა რუსეთში, არამედ უკვე ესე გაშლილია გარშემო ძალიან ბევრ მიმართულებით და აქაც მოსულია, აქაც მივიდეთ აქაც. კი. და გოგას არ დაგვავიწყდეს კიდევ ერთი აუცილებლად საგანგებოდ აღნიშნოთ თუ რატომ დავკარგეთ ეს დამოუკიდებლობა. გარდა იმისა, რომ უხეში ძალა გვერჩის და გვაჯობა ბრძოლაში საბჭოთა რუსეთის სახით, რაც ლენინმა და სტალინმა და ტროცკიმ შექმნეს, მაგრამ მეორე მომენტი იყო ის, რომ საერთაშორისო ვითარება, როდესაც შეიცვალა მაშინ და მდგომარეობა რუსეთში და გაიმარჯვა საბჭოთა ასე ვთქვათ, რეჟიმმა რუსეთში სამოქალაქო ომში, რომელიც მიმდინარეობდა 1918-დან 20 წლამდე, საერთაშორისო ვითარება ჩვენს ხელსაყრელი არ იყო. აი ის ჩიხი, რომელშიც ჩვენ მე-15 საუკუნეში მოვექეცით, პრინციპში გრძელდება ამ დროს. კი, პირველი მსოფლიო ომის დროს გამოჩნდა ინტერესი, როცა ჩვენ დამოუკიდებლობა აღვიდგინეთ, გამოჩნდა ინტერესი, ბჟუტავი პატარ-პატარა ინტერესები, გერმანული სამყაროსი, გერმანიის სახელმწიფოსი, ამ რეგიონით პირველ რიგში ნავთობის ტრანსპორტირება და ნავთობი პროდუქტები, თუმცა გერმანია ომს აგებს. მერე ჩნდება ერთგვარი მცირე ინტერესი, ინგლისის დიდი ბრიტანეთის მხრიდან გარკვეული ინტერესი, მაგრამ
საბოლოო ჯამში ეს არ აღმოჩნდა იმდენად მნიშვნელოვანი მათთვის, რომ შემდგომ რუსეთის ახალ მოდერნიზებულ საბჭოთა იმპერიასთან, რომელსაც მე 22 წელს უკვე ლენინმა საბჭოთა კავშირი გადაარქვა, რადგან ბევრი ქვეყანა დაიპყრო, უკვე შეკრა ვითომ ერთ შეხედვით საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკების კავშირი თავისუფალ სახელმწიფო თავისუფალი რესპუბლიკების გაერთიანება, რაც სინამდვილეში თავისთავად ცხადი არ იყო. აი ამათთან თანამშრომლობის გზით წავიდა იმდროინდელი სამყარო, სცადეს რომ მათთან ასე ვთქვათ მოეძებნათ საერთო ენა და რასაკვირველია პატარ-პატარა ქვეყნები როგორც ჩვენ ვართ და სხვები ამ შემთხვევაში დიდ პოლიტიკაში გაიწირენ სწორედ იმიტომ რომ ნაკლები ინტერესი ჰქონდათ აქ არ იყო რამე ისეთი განსაკუთრებული რამ რის გამოც და პოლიტიკაში ახლა მოდი გულწრფელად ვთქვათ პოლიტიკა არის ძალიან პრაგმატული რამ ისტორიულად ყოველთვის ჩვენ თუ ინტერესის სფერო ვიყავით იმ ძველ დროში იმიტომ რომ აბრეშუმის გზაზე ვდებოდა და არა იმიტომ რომ ვიღაცას ჩვენ ან მტერი იყო ან მოყვარე ან რაღაც ეს პრაგმატული პოლიტიკა თუ ჩვენ არავის ვაინტერესებდით მე-15-დან შემდგომ იმიტომ რომ აქ არაფერი ხდებოდა ისეთი რომელიც იქაულ სახელმწიფოებს დაინტერესებდა. მომგებიანი აღარ იყო. ეს ყველაფერი ძალიან პრაგმატულად უნდა შევხედოთ ჩვენ და არც გული უნდა დაგვწყდეს ის რომ აი სულხან საბა ჩავიდა და ლუი მე-14 მხოლოდ კატას ეფერებოდა და ეს არის პრაგმატული რამეა. პოლიტიკა ასეთია. შეიძლება ვიღაც ინდივიდი ჩამოვიდეს შენი გულისთვის თავი მოიკლას, იმიტომ რომ მას აქვს რაღაცა ფასეულობებისადმი ტოლვა, აი მაგალითად როგორ არის ყო კაცო ერთი ქართველი ბაგრატიონი იყო, ნიკო ბურს ეძახდა, ნიკო ბაგრატიონი წავიდა და იომა ისა რა ქვია იმას სამხრეთ აფრიკაში იქა იმების ინგლისელი კოლონისტების წინააღმდეგ. აი ხლა ესეთი ადამიანები იყო, ის იდეურად წავიდა ის, მაგრამ ესეთი რაღაცეები ინდივიდის დონეზე რაც შეიძლება იყოს, გლობალურად არ ხდება და ეს ჩვეულებრივი ამბავია. ამიტომ გლობალურად რადგან ინტერესის სფერო ნაკლებად იყო, ამიტომაც შევჩით ბოლოს ისევ აი ამ საბჭოთა რუსეთს. და შესაბამისად 21 წლიდან საბჭოთა რუსეთს გავლენთ, ვითომ დამოუკიდებლები დაგვტოვეს 22-მდე და 22-ით შეგვიყვანეს ოფიციალურად საბჭოთა კავშირში, ანუ სოციალურში. არ დაგვავიწყდეს რომ მაშინდელი ევროპა იყო ისეთი ცხოველი შიშველი კაპიტალიზმის საფუძველზე მდგარი, შიშველი ინტერესების მქონე, რა თქმა უნდა კოლონიური ინტერესები და ის ინტერესი რომელიც საქართველოს მიმართ გაჩნდა სწორედ და რესურსული ინტერესი იყო, რაც იგი ნავთობის გზა იქნებოდა თუ მოგვიანებით მანგანუმის საბადოები რკინის წარმოების აუცილებელი არ იყო მაშინ კულტურული ინტერესი რამდენიმე ქართული წიგნის თარგმნამ გამოიწვია რომელიც რაღაც კულტურულ წრეებში გავრცელდა და გამოიწვია ეს აქტუალობა იგივე ფიწყაოსანმა იგივე ჩვენმა გონიერმა თანამემამულებმა რომლებიც მაშინ იქ სწავლობდნენ და ეთქვათ მიიტანეს ინფორმაცია რომ ეს ქვეყანა არსებობს და ასეთები იბადებიან მაგრამ ამის იქით არ წასულა დემოკრატიული ღირებულებები მაშინ ხსენებაშიც არ იყო ადამიანის უფლებები და სიტყვის თავისუფლება როგორც ასეთი ჩანასახში იმყოფება ჯერ კიდევ ძალიან გრძელი ვადა დაჭირდა რომ ამ ცნებებს შეეძინათ ხორცი შეესხათ ამ გამოიწვია მართლაც გეთანხმები თან ერთი რამ კიდევ საზღვრები მაშინ ესე ახლოს არ იყო პირობითად გულისხმობ ინფორმაცია სწრაფად ვერ ვრცელდებოდა კომუნიკაცია ესეც სწრაფი ვერ იყო სწორედ ამიტომაც კოლონიური მართლობა ბევრად ზვირიჯდებოდა ხოლმე მაშინ და უნდა აწონდაწონილიყო ღირს თუ არ ღირს ვისთან გიწევს შეტაკება ამას ყველაფერს წონიდა ევროპა და ყოველთვის აკეთებდა არჩევანს თავის სასარგებლოდ ერთ ალიგა იმდენად სუსტი იყო მაშინ რომ ერთს კი შევადარებთ ამეთრო გაერთიანებას ერთ ალიგა შევახსენოთ ეს არის გაეროს წინაპარი ორგანიზაცია რომელიც პირველი მსოფლიო ომის შემდეგ შეიქმნა სწორედ კოლონიური გადანაწილება იყო უბრალოდ კიდევ ვიმეორებ, იქ იყო დუღილი, ეს დუღილი თანდათანობით ადამიანის უფლებების კუთხით და თანდათან მოიწევდა დაწყებული ესე იგი როგორც უკვე აღნიშნეთ ჰოლანდია, ინგლისი, საფრანგეთის დიდი რევოლუცია, განმანათლებლები, ყველაფერი მოდის მეცნიერული პროგრესი, ინდუსტრიული რევოლუცია, ეს ყველაფერი იქ თანდათან წვალებით, მაგრამ წინ მიიწევს. და აღმოსავლური დესპოტია, რომელშიც ჩვენ ამოვყავით თავი ეს მეორე უკიდურესობაა და ამ შემთხვევაში სოციალური თანასწორობის ეგიდით შექმნილი დესპოტური სახელმწიფოს შიგნით აღმოჩნდით.